მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით საპროტესტო აუდიტორია. ეს ჩვენი 101 ლექცია არის. ლეონელი ლექსიის თემა არის 5000 ლარიანი ჯარიმები, თუ რატომ არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ლეონელი სპიკერი იქნება ახატი ქარიშვილი და მას გადავსემ სიტყვას. Salvador, aos David Feliz de África, Egi, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ ახატი ქარიშვილი, ისეთი იურისტი, ლექტორი, კოალიცია თემები, ანუ ჩემი ოფიციალური ინტერესი არის სასამართლო რეფორმა, სასამართლო ეთიკა, სასამართლო მენეჯმენტი. თუმცა ამ თემებზე ვფიქრობ პერიოდულად ლექციებს. დღეს მე ვისაუბრებ ჯარიმების შესაძლებელი ჯარიმის კონსტიტუციურობაზე. ეხლა რატო ეს თემა? პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს. მეორე იმიტომ რომ მე თვითონაც აჯანყებული ვარ და მესამე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის ვისადაც შემოვა რადგან ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ ეს არის უკვე სოციალური ფენომენი, სოციალური პრობლემა და ასევე პოლიტიკური პრობლემის შემადგენელი. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან არის ეს 5000 ლარიანი ჯარიმა. ჩვენ ესე იგი გავამართლეთ საკითხს, მე არ ვისაუბრებ გამოხატვის შეკვეთის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტებზე, არამედ მხოლოდ ვისაუბრებ გზის გადაკეთებასთან დაკავშირებულ 5000 ლარიანი ჯარიმაზე, რომელიც გათვალისწინებული არის ადმინისტრაციული სამართალმოქმედება კოდექსის 174 პრიმომით. ეს ჯარიმა როგორც მოგესალმებათ ჩვენ იყო 5000 ლარი და შემდგომ დეკემბრის პირველობით ეს გახდა 5000 ლარი და ჩვენ ზუსტად არ ვიცით რამდენია დაჯარიმებული. სამწუხარო სტატისტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს, როგორც ვიცი იქნა გამოთქმული ალკოჰოლის აქტორების მიერ, მაგრამ ვერ მიიღეს მეგონი სტატისტიკა და მე თვითონაც ვაპირებ რომ მოვიცალო და გამოთქმული სტატისტიკა თუ მოიცემენ მე გამოსაჯულებით. რამდენი ადამიანი არის დაჯარიმებული 5000 ლარით? სტატისტიკა არის ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით ეს იქნება 2000-3000 ეს რომ მეტიც. ეხლა საკითხი არის ასეთი. არის თუ არა ეს 5000 ლარიანი ჯარიმა კონსტიტუციასთან შესაბამისი? პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, არის ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი, მაგრამ მომიწია ამ სარჩელზე მუშაობა რამდენიმე ჩემს კოლეგებთან გავაკეთე პროექტი, საკონსტიტუციო სარჩელის პროექტი და ამ მოწერეთ ის საკითხები, რაც უნდა ის საკითხები, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იშენოს ამ ჯარიმის კონსტიტუციურობაზე. ჩვენ ახლა არ გვაქვს ეს იმის ილუზია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს რამდენი შემადგენლობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს მექანიზმი. ამიტომ, როდესაც ამ სარჩელზე მუშაობას დავამთავრებთ, ჩვენ ვთავაზობთ ასევე ყველას, ვინც დაჯარიმდა 5000 ლარით და ვისაც აინტერესებს რომ შემოგვიერთდეს ამ სარჩელის შეტანაში, შეუძლია შემოგვიერთდეს, გაეცნოს სარჩელს და შემოერთება როგორ შეიძლება, ამაზე უკვე სუპერ ტექნიკური თემაა და ამას თავისი ისე ვთქვათ ხალხობანი ეჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გაკეთებადია, რომ ამ სარჩელზე გაერთიანდეს ბევრი ადამიანი, ამ სარჩელს შეუერთდეს ბევრი ადამიანი და ბევრი ადამიანის სახელით წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ან ბევრმა ადამიანმა ცალ-ცალკე წაიღოს ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მერე იქ გაერთიანდება ეს სარჩელი. მოდი დავიწყებ პირდაპირ საკითხით, რატომ არის 5000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეთებაზე კონსტიტუციასთან შეუსაბამო?
ესე იგი, პირველი იმიტომ რომ პირდაპირ პასუხს გავცემა და მე გავშვი თქვენ პასუხს. პირველი იმიტომ რომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ის სავალი ნაწილის გადაკეთვისთვის, ეს კანონი არ არის განჭრიდილი. აქ საუბარია შეკრება მანიფესტაციის შესახებ კანონში არსებულ ჩანაწერზე. მზის სავალი ნაწილის გადაკეთვა, რომელსაც არ მოითხოვს, თუ ამას არ მოითხოვს მონაწილეთა რაოდენობა. ასევე არის მეორე ჩანაწერი, რომ ესე იგი შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ, უბრალოდ თუ შეკრების მონაწილეები განზრახ დაბრძოლებას უქმნიან ტრანსპორტის მოძრაობას. ეს ჩანაწერის არის. მოკლედ, ეს ჩანაწერი არ არის განჭრიდილი. ახლა ამაზე ვისაუბრებთ რატო არ არის განჭრიდილი. მეორე, რატომაც ეს არის კონსტიტუციასთან, ანუ რატომაც არის კონსტიტუციასთან საბამო, არის არაპროპორციული ოდენობა ჯარიმის. 5000 ლარიანი ჯარიმა არის იმ დონის სანქცია, რაც ჩვენი, ესე იგი, ჩვენი სოციალ-ეკონომიკური ვითარების და მოსახლეობის სიღარიბის გათვალისწინებით, რომ ეს უტოლდება სისხლის სამართლებრივ სანქციას ჯერ ერთი და მეორე ის არის ადამიანებული არაპროპორციული ჩარევა შეკრება მანიფესტაციის უფლებაში. და მესამე ამ საკითხზეც ჯერ არ გვიმუშავია, მაგრამ ამ საკითხზეც გვინდა დავაყენოთ, ეს შეიძლება იყოს ღირსების შემლახავის სასჯელი. ღირსების შემლახავის სასჯელი. ესე იგი, გავიმეორებ, რატომ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური სამი მთავარი არგუმენტი, რაც ჩვენ გვაქვს. პირველი, კანონი არ არის განჭრიდადი. მეორე, სანქცია არის გადამეტებული, რის გამოც ის ლახავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, განხორციელების უფლებას და აქვს უსხავი ეფექტი. და მესამე, ეს შეიძლება იყოს ღირსების შემლახავის სასჯელი. ეხლა ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე. ავიწყოთ პირველი, რომ ეს არის განჭრიდადობის პრობლემა. ესე იგი, მოდი ჯერ კონსტიტუციის მუხს ავიკითხავ. მე მინდა თან დროს ვაკონტროლო, არ მინდა რომ ძალიან დროს გადავამეტო. მოდი ჯერ კონსტიტუციის მუხს დავიკითხავ. კონსტიტუციის 21 მუხლით ყველას გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ ან უიარაღოდ შეკრების უფლება. მეორე, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობის სამოძრაო ადგილას იმართება. მესამე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ესე იგი, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება შეკრების და მანიფესტაციის, მათ შორის ტრანსპორტის სავალ ადგილზე, მაგრამ შეიძლება დაწესდესო წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა. კონსტიტუცია არ ამბობს ნებართვას, არ იყენებს. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია ნებართვას ითხოვს. ანუ ნებართვა ტრანსპორტის გზის გადაკეთვა ზოგიერთ ქვეყანაში საჭიროებს ნებართვას. უფრო მეტიც ზოგან საერთოდ შეკრება საჭიროებს ნებართვას. მე მგონი რუსეთში ასე უნდა იყოს. და ჩვენი კონსტიტუცია ნებართვას არ ითხოვს, მხოლოდ გაფრთხილებას ითხოვს. შემდეგ ეხლა რას ამბობს შეკრება მანიფესტაციის შესახებ კანონის მესამე მუხლი. კანონის მესამე მუხლი აყალიბებს იმ ტესტს, რომელიც გათვალისწინებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ასევე ევროპის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კერძოდ, ეს უნდა იყოს, ანუ შეზღუდვა, შეკრება მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა უნდა იყოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტთან დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, ანუ უნდა ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში. მერე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ეს თვითონ კანონში არის ეს საფეხურები მოცემული. ის რასაც სტრასბურგი იყენებს და რასაც საკონსტიტუციო სასამართლოც იყენებს.
ეხლა როგორც გითხარით, ესე იგი, ასეთი ჩანაწერი არის ამ კანონში. ეს არის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტი, რომელიც ამბობს, რომ შეკრებისა მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაფრთხოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის დაარღვიონ ამ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები. ხოლო მე-11 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტში წერია, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეთვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აი სწორედ ეს არის, რის გამოც ჩვენ აჯარიმებენ 5,000 ლარით და მე ადმინისტრაციულ სამართალმოქმედებათა კოდექსში არის მითითება ამ მუხლებზე. ეხლა პირველი საკითხი, რაც მე ვისაუბრე, არის კანონის განჭვრეტადობის პრობლემა. როგორც სტრასბურგი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვს, რომ კანონი იყოს განჭვრეტადი. ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი. განჭვრეტადი ნიშნავს, რომ მე უნდა ვიცოდე როგორ განვახორციელო ჩემი უფლება, რა ფარგლებში, რა შარშოში და რა შედეგები დადგება ამ უფლების, ამ კანონის დარღვევის შედეგად. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანონი იყოს განჭვრეტადი? იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოქალაქეებმა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ჩარჩოებში ვიმოქმედოთ, ჩვენი უფლება როგორ განვახორციელოთ. კანონი გვაძლევს უფლებას, გზის გადაკეტვის უფლებას. ამას კანონი იძლევა, კონსტიტუცია იძლევა. ჩვენ შეგვიძლია გზა ჩავკეტოთ, მაგრამ როდის შეგვიძლია ჩავკეტოთ? ეგ არის საქმე. ეს უნდა იყოს განჭვრეტადი. მეორე, იმიტომ რომ სახელმწიფო ბოროტად არ ისარგებლოს თავისი ესე იგი საპოლიციო ფუნქციით, ჩვენ არ შეგვავიწროს, ჩვენ არ დავსაჯოს, ჩვენ არ დავარბიოს, ჩვენ არ აგვეკრძალოს შეკრება. აი ამიტომ ესე იგი უნდა იყოს განჭვრეტადი. ანუ ერთის მხრივ მან ჩვენ უნდა მოგვცეს ესე იგი კაფიო მოქმედების თავისუფლება. მეორეს მხრივ სახელმწიფო უნდა შეზღუდოს, რომ სახელმწიფო თვითნებურად და ბოროტად არ გამოიყენოს საპოლიციო და სასამართლო და სხვა სამართალმცავი ორგანოების უფლებები, ესე იგი უფლებამოსილებები. ესე იგი, რაც უფრო მკაცრია ეს ესე იგი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, მით უფრო მეტად განჭვრეტადი უნდა იყოს კანონი. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში ეს არის კონსერვატიული პარტია, მოქალაქეები, ძიძიგური, კუკავა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ თქვა ასეთი რამე, რომ იქ იყო ჩანაწერი სხვადასხვა სიტყვა დაუყოვნებლივ, ანუ როდის შეუძლია ხელისუფლებამ შეწყვიტოს, ანუ როდის შეუძლია დაშალოს აქცია. და იქ იყო ასეთი ჩანაწერი, რომ თუ ესე იგი გზის გადაკეთვა არის უკანონოდ ხდება, მაშინ დაუყოვნებლივ შეუძლიაო და საკონსტიტუციო თქვა ესეთი რამე, რომ იმჟელა სიტყვაზე დაუყოვნებლივ, რომელიც აქციის შეწყვეტას უკავშირდებოდა, კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მიღების შემთხვევაში და განაცხადა, სადავო ნორმა კანონის დარღვევით მიმდინარე შეკრების მანიფესტაციის შეწყვეტას გაფრთხილებისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის გარეშე ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციული საშუალება არის შერჩეული. ანუ იქ საკონსტიტუციო თქვა, რომ ჯერ სანამ აქციაზე დაშლიო, ანუ გზის გადაკეტვის შემთხვევაში, მანამდე უნდა გააფრთხილო იმისთვის, რომ ეს არ იყოს უფლების დარღვევა. ეხლა ჩვენ ერთი რამეს მივაქციოთ ყურადღება. კანონით გზის გადაკეთვა შეიძლება ორნაირად. გაფრთხილების გარეშე დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს გეუბნები. გაფრთხილებით და გაფრთხილების გარეშე. გაფრთხილების გარეშე გზის გადაკეთვას დღევანდელი კანონის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზა უკვე ჩაკეტილია შეკრება მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სხვა შემთხვევაში კანონი სავალდებულოდ ითხოვს გაფრთხილებას. ეხლა ეს მეორე პრობლემაა, რომ სპონტანური აქციის შემთხვევაშიც გაფრთხილებას სავალდებულოდ ითხოვს. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო მიმსჯელა და თქვა, რომ სპონტანურ აქციას გაფრთხილება არ ჭირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონი დღეს სპონტანური აქციის შემთხვევაშიც ითხოვს გაფრთხილებას, წინასწარ გაფრთხილებას. მაგრამ ამაზე მე არ ვიმსჯელებ,
ჩვენთვის ახლა მეორე თავარი საკითხი არის, რომ გაფრთხილება, რომელსაც ითხოვს კანონი 5 დღით ადრე, ეს გაფრთხილება ყოველ თვე შედის რუსთაველის გადაკეთვასთან დაკავშირებით. ყოველ თვე თებერვლიდან მოყოლებული მერიაში შედის გაფრთხილება გზის გადაკეთვასთან დაკავშირებით. რომ უნდა ჩაიკეტოს რუსთაველის განძირი ოპერიდან თავისუფლების მოედნამდე 7 საათიდან 12 საათამდე. ყოველ თვე შემაქვს ეს გაფრთხილება მე პირადად მერიაში. ეხლა კანონი რას ითვალისწინებს, ჯერ იმას გეტყვით და რა ხდება მე იმას გეტყვით. კანონი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირველი შეგავს გაფრთხილება, რომ გზა უნდა ჩავკეტო. მეორე, მერიის თანამშრომელმა უნდა მოგიწეროს ხელი ფურცელზე, ანუ იმ შენ განცხადების ასლზე, რომ მერია ინფორმირებულია. მესამე, მერიამ უნდა შემოგთავაზოს ალტერნატიული მარშრუტები, თუ შენ დაუშვათ ხელს უშლი საწარმოების ორგანიზაციების საქმიანობას, მაშინ მერიამ შეიძლება შემოგთავაზოს ალტერნატიული მარშრუტი და გითხრას, რომ უკაცრავად ბატონო რუსთაველი კი არა, აგერჩაკი ჭიჭინაძის ქუჩა ჩაკეტეთ, ან ჩიტეძის ქუჩა ჩაკეტეთ, ან სხვა. ესა მესამე, თუ ესე იგი მე ჩავკეტე, ამ შემთხვევაში პოლიციამ ესე იგი პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია შემომთავაზოს ასევე ალტერნატიული მარშრუტები, ან მომცეს გაფრთხილება, რომ უკაცრავად თქვენ გზას კეტავთ და 15 წუთის, ანუ ესე იგი თხოვთ გაათავისუფლოთ გზა, გაძლევთ რაღაცა დროს ამ გზას გათავისუფლებისთვის და თუ ესე იგი და შემდგომ მიმართოს შეკრების მონაწილეებს, რომ თხოვთ გაათავისუფლოთ გზა და შემდგომ თუ არ თავისუფლდება და კიდევ ესე იგი დაუშვათ ხდება კანონის დარღვევა, ამის შემდეგ მიიღოს კანონით გათვალისწინებული რაღაც იზოლებითი ღონისძიებები. ანუ ეს არის პროცედურა. ანუ პროცედურა მე მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რა. პროცედურა საკმაოდ კარგად არის გაწერილი კანონით. ეს არის ორფრივი კომუნიკაცია. მე სახელმწიფოს მეუბნები, რომ გზა უნდა ჩავკეტო, სახელმწიფო მეუბნება, რომ უკაცრავად, მაგრამ ხომარჯობია ჭიჭინაძე ჩაკეტო, თავაზობ მარშრუტებს. და მერიის სახით მერია მეუბნება. მერე შესესი მეუბნება, რომ უკაცრავად, მაგრამ ესე იგი თქვენ არ ხართ საკმარისი რაოდენობის ან ასე შემდეგ, ან თუ ეს გზა უნდა გაათავისუფლოთ, იმიტომ რომ უკა არასაკმარისი რაოდენობის ხართ. მერე მიმართოს აქციის მონაწილეებს, რომ თხოვთ გაათავისუფლოს გზა და ამის შემდეგ შეიძლება გამოიყენოს იზოლებითი ღონისძიებები. ეს არის კანონი. ეს არის კანონი. ეხლა რეალობაში რა ხდება? რეალობაში ხდება ასეთი რაღაცა. განცხადება ხო შემაქვს მერიაში. ხელს მიწერს მერიის თანამშრომელი. ესე იგი ასლზე ვაწერიებ ხელს. ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არ აქვს სახელმწიფოში. არც მერია არ მაფრთხილებს. ხო ეს დამავიწყდა, ეს უნდა მეთქვა. მერია მე უნდა გამაფრთხილოს, ესეც აუცილებელია. მერიამ უნდა გამაფრთხილოს ჩემ უფლებებზე და მოვალეობებზე. ვინაიდან მე ვარ განცხადების შემტანი. არც მერია არ მესაუბრება, არც პოლიცია არ მესაუბრება, არც სამინისტრო არ მესაუბრება. პირდაპირ დამაჯახეს ეს 5000 ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ, რაც შევიტანე პირველი გაფრთხილება მერიაში. 6 თებერვალს შევიტანე პირველი გაფრთხილება და 13 თებერვალს დამაჯარიმეს. 13 თებერვალს დამაჯარიმეს. 5 დღით ადრე ხო გავაფრთხილე. ეხლა რაშია საქმე? სახელმწიფოს მე მივმართე, უთხარი რომ რუსთაველი უნდა ჩავკეტო, გავიდა 5 დღე და დაიწყო ჩემი გაფრთხილების მოქმედება. სახელმწიფო მოვედი აქ რუსთაველზე, ხედავ რომ არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხი, გავდექი რუსთაველზე და 10 დღის მოგვიანებით სახელმწიფო მე მიგზავნის 5000 ლარიან ჯარიმას. აი ხა ვინმე ამიხსნას რა ცივილიზებულ და კანონიერ ფარგლებში ჯდება ეს მოქმედება. ჩემი ტელეფონის ნომერი არ ქონდათ, ჩემი მისამართი არ ქონდათ, ხო შეიძლებოდა რომ დაერეკა ვიღაცას და ეთქვა, ბატონო კახა, თქვენ აქ გახართ უკანონოდ, თქვენ ხართ ამ აქციის ორგანიზატორი დაუშვათ კანონის ენაზე, ინიციატორი რაც ქვია კანონის ენაზე. თქვენ ამიტომ უკანონოდ გახართ რუსთაველზე, გაძლევთ ესე იგი მითითებას, რომ გაათავისუფლოთ რუსთაველი და მიმართოთ აქციის მონაწილეებს, რომ გაათავისუფლოთ რუსთაველი. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, მოვართ რუსთაველზე და თუ კიდე არ გაათავისუფლეთ რუსთაველს, მაშინ დაგაჯარიმებთ. აი ასე ეს იქნებოდა წესიერი, ნორმალური და ცივილიზებული ფორმა. მიუხედავად ამისა, თებერვლიდან მოყოლებული არასოდეს სახელმწიფო არ ესე იგი მომართავს მე
ინიციატორს არასოდეს არ მეუბნება, არც ალტერნატიულ მარშრუტს არ თავაზობს, არც იმას მეუბნება, რომ რამე კანონი ირღვევა აქ, პირდაპირ აჯარიმებს უამრავი რაოდენობის ხალხს, მათ შორის, როდესაც 18 თებერვალს მაგალითად ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იყო რუსთაველზე, 25-ში მე მგონი ძალიან ბევრი ხალხი იყო, 9 აპრილს მე მგონი ძალიან ბევრი ხალხი იყო რუსთაველზე, მიუხედავად ამისა მაინც აჯარიმებს და ესე იგი ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი, ის მიზანი რომ ხალხის რაოდენობა დაიყვანონ მინიმუმზე, ანუ შეაშინონ ადამიანები, რომ რუსთაველზე არ გამოვიდნენ და არ დადგენ. და სხვათა შორის მესიჯი გაავრცელონ, რომ არა მხოლოდ გზაზე დგომა ისჯება, არამედ ისჯება ტროტუარზე დგომაც. ეს ამას შეგნებურად ავრცელებენ ამ მესიჯს, არ ვიცი ჭორების სახით თუ ისე ასე შემდეგ, რომ არა მხოლოდ გზის ჩაგება, არამედ ტროტუარზე დგომაც ისჯება. ეს მესიჯი მალე შემოიღებენ. ეს მესიჯი მიემართება არა მხოლოდ იმ 200,000 კაცს და 300,000 კაცს, რომელიც თებერვალში და იანვარში იდგა რუსთაველზე, არამედ მათი ოჯახის წევრებს, არამედ იმ მილიონ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა განზრახვა, რომ აქ მოსულიყო, მაგრამ 5,000 ლარი არ არის ცოტა თანხა, ხო არ არის პატარა თანხა და ამან იქონია სუსხავი ეფექტი. ამას ეძახის სტრასბურგი, ამას ეძახის სუსხავ ეფექტს. შესაბამისად, აი ჯერ აქედან რომ მიუდგეთ, ხო? ეს არის პირდაპირი დარტყმა შეკრების თავისუფლებაზე. პირდაპირ დაარტყა სახელმწიფომ შეკრების თავისუფლებაზე 5,000 ლარიანი ჯარიმა იმისათვის, რომ ხალხი აღარ შეიკრიბოს აქ რუსთაველზე და ხალხმრავალი აქცია არ გამოვიდეს და მერე გამოვა პრემიერ-მინისტრი და იტყვის, რომ 150 კაცი ხართო, კაცო 500 კაცი ხართო, ვიღა დარჩითო. ანუ ამცინავად მოგმართავს ქართული ოცნება და გეუბნება რა ცოტა ხართ რომ რუსთაველზეო და ამ დროს ჯარიმებს უწერენ უამრავი რაოდენობით, მათ შორის იმ ხალხს, რომლებიც ხალხმრავალი აქციის დროს იყო მოსული, ხო? ესე იგი, ეხლა რომ გავაგზავნოთ ეს საკითხი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამაზე აქვს პრაქტიკაც და ეს ჯარიმები, როდესაც წავა სტრასბურგში, ამ ჯარიმებს ჯერ საკონსტიტუციაში ვაპირებთ ჩვენ ამის გაშვებას, მაგრამ სტრასბურგში რო წავა ეს ჯარიმები, ხო? სტრასბურგში ამ ჯარიმებს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ეს სტრასბურგი ამაში დააკმაყოფილებს მოქალაქეთა სარჩელებს და აკმაყოფილებს და სახელმწიფოს დაეკისრება ძალიან დიდი თანხის ანაზღაურება ამ ჯარიმების შედეგად. იმიტომ რომ აქ საუბარია არ არის 1 და 2-ს, აქ საუბარია ათასობით დაზარალებულზე, რომელიც 5,000 ლარიანი ჯარიმის ქვეშ იმყოფება ეხლა დღეს. აღსრულდა კიდეც ამ ჯარიმების ნაწილი უკვე აღსრულებულიც არის, ხო? ეხლა ერთ-ერთი საქმე იყო სტრასბურგის საქმე, ესე იგი გალუსტიანი სომხეთის წინააღმდეგ, სადაც მომჩივანი დაისაჯა ადმინისტრაციული წესით სწორედ ის გადაკეტვის გამო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა და მიუთითა შემდეგი. მეორეს მხრივ პოლიციის ანგარიშიდან ჩანს, რომ ქუჩა, სადაც ადგილი ჰქონდა დემონსტრაციას, კერძოდ მაშტოტის გამზირი, სავსე იყო ხალხით. და ხელისუფლება არ დაუხსო, საგზაო მოძრაობა შეწყვეტილი იყო პოლიციის მიერ დემონსტრაციის დაწყებამდე. ანუ თვითონ პოლიციამ გადაკეტა გზა. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ხელისუფლების ორგანოებმა არ მიიღეს რაიმე ზომები მონაწილეთა დასაშლელად. უკანონოდ გადაკეტილი გზის გასათავისუფლების მიზნით. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო მოძრაობის ხელის შეშლა, რომლისთვისაც ჟავრი დაედო გამცხადებელს და მოიხატებოდა დემონსტრაციაზე დასწრებით, რომელზეც გზა წინასწარ იყო გადაკეტილი ხელისუფლების მიერ კაფიოდ გამოკვეთილი მიზნით, რომ ხელი შეწყობოდა კანონიერ დემონსტრაციას. ანუ მსგავსი საქმე ჯერ კიდევ 2000 რომელიც წერია 3 წელით ვარსდები 2003 წელს სტრასბურგმა დააკმაყოფილა ეს ასეთი кейსი, რომ პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი გზა იქეთ-აქეთ, ხალხი იდგა შუაში და დამსწრე დაჯარიმდა, უბრალოდ იმ შემთხვევაში მე მგონი სასჯელი პატიმრობად დაისაჯა, ანუ მოკლევადიანი პატიმრობით და სტრასბურგმა თქვა, რომ უკაცრავად, მაგრამ სახელმწიფომ ჩაკეტა გზაო, კაცი მოვიდა ადამიანი და დაესწრო აქციასო და რანაირად აჯარიმებო შენო, ანუ რანაირად ჟიო ამ ადამიანსო, როცა შენ თვითონ ჩაკეტე გზაო და ადამიანი მოვიდა და იმას დაესწრო, რა ქვია, აქციას დაესწრო. და იგივე ხდება ახლა დღესაც. ანუ მოვიდა, დაუშვათ მოვიდა ადამიანი აგერ. და აქციაზე დასწრება აინტერესებს. ხედავს იქეთ მერიოდთან დაკეტილია გზა, აგერ მეორე მერიოდთან დაკეტილია გზა, ჭიჭინაძე დაკეტილია,
ეს ჩიტაძე დაგეტილია ქვემოთ საჯარო ბიბლიოთეკასთან და ყველა მხრიდან ჩაგეტილია პატრულის მიერ. რომ ადამიანი შემოვიდა და ესწრება აქციას და მოდის 5,000 ლარი ჯარიმა. რომ რანაირად მიხვდეს ახლა ეს ადამიანი რა დააშავა? აი რა დააშავა ამ ადამიანმა, რომელიც დაესწრო აქციას, სადაც პოლიციამ ყველა მხრიდან ჩაკეტა გზა და აქცია მიმდინარეობს. ესე იგი, აქ საუბარია ასევე, ანუ აქ ცალკე კატეგორია არის ის ხალხი, ვინც აქციას შეუერთდა გზის ჩაკეტვის შემდეგ. ეს კიდე ცალკე კატეგორია. ვინაიდან ადამიანი, რომელიც მოდის და ხედავს, რომ რუსთაველი ჩაკეტილია და აქცია მიმდინარეობს, ის ადამიანი ფიქრობს, რომ აქცია მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, ვინაიდან გზა ჩაკეტილია პოლიციის მიერ. ესე იგი კანონიერი აქცია, ხო? მივიდა, დადგა და მოდის 5,000 ლარიანი ჯარიმა. შემდეგ ესე იგი აბაზე მე უკვე ვისაუბრე, რომ მოკლედ კანონის განჭვრეტადობის პრობლემა გამოიხატება, კი რომ შევაჯამოთ ამ ნაწილში, კანონის განჭვრეტადობის პრობლემა გამოიხატება შემდეგში. მე ადამიანმა არ ვიცი, როდის დავისჯები გზის გადაკეთვაზე და როდის არ დავისჯები. რანაირად გავზომო მე ახლა აქ არის თუ არა საკმარისი რაოდენობის ხალხი გზის ჩასაკეტად. მაგალითად ავიღოთ 18 თებერვალს, ძალიან ბევრი დაჯარიმდა 18 თებერვალს. ბევრი ხალხი იყო 18 თებერვალს. მოგედა თებერვალში საერთოდ ბევრი ხალხი იყო. მათ შორის 17-ში. 17-ში აგერ. თებერვლის ჯარიმები ბევრია. ესე იგი სახელმწიფო რას გეუბნება, იცი, ანუ ბოდიში იცით რა უნდა თქვა? სახელმწიფო გეუბნება, რომ შენ რო აქ მოხვალო, წრე დაარტყიო, ნახეო არის თუ არა საკმარისი რაოდენობის ხალხიო, წრე დაარტყიო. მერე შუაში შედიო, გაზომეო, იქ ადამიანებს შორისო მანძილიო, დაცილებაო, თუ ძალიან ის ხო არ არისო, რა ქვია, ფართო ხო არ არისო, იმიტომ რომ შეიძლება მაგაშითაც დაგაჯარიმო, რომ ადამიანებს შორის ფართო დაცილება. ესე იგი აიღე მეტრიანი გაზომე ადამიანებს შორის დაცილება რამხელა, წრე დაარტყი ირგვლივ. ნახე რომ ესე იგი ეს არის საკმარისი რაოდენობის ხალხი და აი მერე გადადი რუსთაველზე. აი ესეთ იდიოტობამდე ვართ მისული, ხო? რომ აი ეს არის აშკარად და პირდაპირ არაკონსტიტუციური. წესით უნდა იყოს ასე, რომ პოლიცია უნდა მოდიოდეს და გეუბნებოდეს, რომ აი ახლა თქვენ ხართ იმ რაოდენობით, რომ გადახვიდეთ ბატონო და ჩაკეტოთ გზა და მე დაგეხმარებით გზის ჩაკეთვაში, იმიტომ რომ გაფრთხილებულია ხელისუფლება. 5 დღით ადრე არის გაფრთხილებული ხელისუფლება. მე ადამიანს მოქალაქეს არ შევიძლება დამეკისროს იმის ვალდებულება დავთვალო რამდენი ხალხი არის რუსთაველზე. აქციაზე ყველა დადიხართ აკა. რო შემოდიხართ აქციაზე, ხედავთ რამდენია ხალხი. ზოგადად არ ჩანს რუსთაველზე, რო შემოდიხარ ხალხის რაოდენობა არ ჩანს. უნდა ახვიდე სადღაც ზემოთ და ზემოდან გადმოხედო რა რაოდენობის ხალხია რუსთაველზე. ამ შემთხვევაში ვერ გაიგებ რა რაოდენობის ხალხია. და როგორც კი შეუერთდები უკვე დამღვევი ხარ. აი ესეთ იდიოტობამდე ვარ დასული, ხო? შეუერთდი აქციას, ვხედავ, მივჩერები ვარ და ვხედავ, რომ ხალხს ბოლო არ უჩანს, მივედი აქციაზე, დავდექი და მომივიდა 5,000 ლარი ჯარიმა. ფურმე ტროტუარზე უნდა დამდგარიყავი. ეხლა, სხვათა შორის, აი ის არგუმენტი, მე არ ვიცი, მე მგონი სასამართლოები ამას არ ითვალისწინებენ. ჩვენი სასამართლო ის, რომ აი აქციას შეუერთდი და მე მივედი და იქ საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, პრაქტიკა ისე მიდის, რომ ყველა საჯარიმებენ, ვინც არ აღიარებს. აბა როგორ არის გამბავ? არ აღიარებენ. თუ აღიარე, თუ ბრალს აღიარებ და იტყვი რომ ბატონო მე ესე იგი შევცოდე, ესე იგი მე დავარღვიე კანონი და აღიარებ და მეც აღარ ვიზამ, მაშინ გიშვებენ შენი შვით. თუ ამას არ აღიარებ და იტყვი რომ მე კანონი არ დამირღვევია, მაშინ გაჯარებენ 5,000 ლარი. როგორც მე ვიცი დღეს ასეთი პრაქტიკაა დღემდე. ეხლა შემდეგ ეხლა გადავედით უკვე სანქციაზე. 5,000 ლარიანი სანქცია. 5,000 ლარი ერთად თავმოყრილი საქართველოში ალბათ მოსახლეობის 2 თუ 3% ექნება ნანახი. აი ერთად თავმოყრილი 5,000 ლარი. ჩემ სახში რო შემოვიდეს ვინმე, ხო ყველაზე ძვირფასი რასაც წაიღებს არის 5,000 ლარიანი ჩეკი. ჩეკს დაინახავს, აწერია 5,000 ლარი მოგიდევს და წაიღებს. იმიტომ იმაზე ძვირფასი არაფერი არ მაქვს სახში. ჩეკი მაქვს 5,000 ლარიანი. შემდეგ ესე იგი, რატომ არის ეს არაპროპორციული? კიდევ ხო, იმიტომ რომ სოციალ-ეკონომიკურ დონესთან შესაბამისობაში ეს არის უკვე კრიმინალური სანქცია, ანუ სისხლის სამართლებრივი სანქციაა, რაც
საშუალო ადამიანის საშუალო ხელფასს რამდენჯერმე აღემატება, უпростоოდ მინიმალურ ხელფასს რამდენჯერმე აღემატება და აქ არის მნიშვნელოვანი არის ერთ საინტერესო საკითხი. კანონში წერია ჯარიმა 5000 ლარი ან პატიმრობა 15 დღემდე. მოსამართლეს არ შეუძლია მოქცეს 5000 ლარზე ნაკლები. ან 4000, ან 3000, ან 2000, ან 1000, ამას მოსამართლე ვერ იზავთ. კანონით ამის შესაძლებლობა არ აქვს. ან პატიმრობა, ან ჯარიმა. ან შეიძლება გადათავისუფლოს აი მცირე მნიშვნელობის გამო, აი შენიშვნას უაძლევენ, ხო თუ შენიშვნად გაფრთხილება. ეხლა რა გვიწერია ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში? გვიწერია რომ სახთელის დადების სასწავლობაში მიიღება ჩადენილი სამართალდამცავების ხასიათი, გამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, გამამძიმებელი გარემოებები. აი თქვენ 5000 ლარიანი ჯარიმა რომ გამოგიწერათ ვიღაცამ ამერიდან, ხო? ვინმე შეგეკითხათ, ან თქვენი ქონებრივი მდგომარეობა იკითხა, ან თქვენი ბრალის ხასიათი შეაფასა, ან ესე იგი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამამძიმებელი გარემოებები. ან შინაგან საქმეთა სამინისტრო რამეზე მიაქცია ყურადღება? პირდაპირ ოთხლიშა ეს 5000 ლარიანი ჯარიმა. რამე შეაფასა აქედან? და მე ეხლა რა მოხდა კიდე საინტერესო. ჩვენ ვინც ვართ, ესე იგი ვინც ვასაჩივრებთ, ხო? იმაში სამინისტროში და პოლიციაში ვინც ვასაჩივრებთ, პირდაპირ გაგვიუქმეს ახალი კანონი შევიდა ძალაში, გაგვიუქმეს ეს ინსტანცია და გაგვიშვეს სასამართლოში. ასეთი რაღაცა მე არ მახსოვს, რომ საქართველოს ისტორიაში ასე მასობრივად ადამიანებს გაუუქმო ასაჩივრების ინსტანცია. ხალხი, ათასობით ხალხი არის მისული შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივრით ხელში და კანონმდებელმა გააუქმა ინსტანცია. ინსტანცია გააუქმა და წადითო პირდაპირ სასამართლოში. ერთი ინსტანცია გააუქმა და გადაახტუნა პირდაპირ სასამართლოში. აი ესეთი იმაზე წავიდნენ, ხო? ეს ახლა რაც მიიღეს, აი ახლა ცვლილებები. ეხლა ესე იგი, აი ამ ნაწილშიც არის არაკონსტიტუციური, იმიტომ რომ არანაირი ლავირების შესაძლებლობა არ აქვს მოსამართლეს, ხო? მალე მორჩები ახლა და მე უკვე შეკითხვებზე გადავიდე. და ესე იგი ბოლო საკითხი არის, ხო, არ დამოვიწყდეს კიდე ერთი საკითხი. ზიანი, ანუ აქ წერია სხვადასხვა, რომ ზიანის უნდა იქნას გათვალისწინებული, ხო? ზიანი შეიძლება სხვადასხვა იყოს, კაცო. ზიანი არის სხვადასხვა, როცა ეტავ დაუშვათ ხალხმრავალ ადგილს, ეტავ დაუშვათ რომელიღაც სოფლისკენ მიმავალ გზას, ეტავ შუადღისას, ეტავ შუაღამისას, აბსოლუტურად სხვადასხვა ზიანი აქვს. ეტავ იმ დროს, როდესაც იმ ადგილას, სადაც ბევრი ტრანსპორტია, ცოტა ტრანსპორტია და ასე შემდეგ. აბსოლუტურად სხვადასხვა ზიანია. აი ეს ზიანი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, პირდაპირ 5000 ლარია ყველაფერზე. გინდა თბილისში ჩაგიგეთია, გინდა ხოროწყუში, გინდა რუსთავში, გინდა რა ვიცი, სოფლის გზა დაგიგეთია, გინდა ქალაქი ნებისმიერ გზაზე 5000 ლარია ყველაფერზე, ხო? აი ესეთი იდიოტიზმია მეორე ასევე. აი ამ მიმართებაში. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს 5000 ლარიანი სანქცია ასევე შეიძლება იყოს ღირსების შემლახავი სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლო თქვა, რომ თუ დარღვევასთან შედარებით სასჯელი არის აშკარა და არაპროპორციული, მაშინ ეს შეიძლება იყოს ღირსების შემლახავი. და 5000 ლარს რო წაართმევ საშუალო ადამიანს ან ესე სოციალურად დაუცველს ან ესე იგი სოციალურად დაუცველთან მიახლოვებულ ადამიანს რო 5000 ლარს წაართმევ, ეს არის ღირსების შემლახავი სასჯელი. ამიტომ ამ კუთხითაც შეიძლება გასაჩივრება კონსტიტუციურობის მხრივ. აი ეს მინდოდა მეთქვა, მოკლედ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამო. რატო არის არაკონსტიტუციური? იმიტომ რომ არის განჭვრეტადი, იმიტომ რომ პოლიცია არ იყენებს ესე კანონს, ბოროტად იყენებს კანონს, არ იძლევა გაფრთხილებას, არ გაფრთხილებს და ისე გაჯარიმებს. აჯარიმებს იმ ხალხს, ვინც მოვიდა აქციაზე მოგვიანებით და შეუერთდა აქციას. შემდეგ არის არაპროპორციული სანქცია და ესე იგი იძლევა მსუსხავ ეფექტს. და ამ სანქციის მიზანია რომ დააშინოს 100,000 ადამიანი რომ აღარ მოვიდეს ვერტაველზე და შეკრებაში აღარ მიიღოს მონაწილეობა და მესამე ეს არის ღირსების შემლახავი სასჯელი. აი ამ მიზეზების გამო ჩვენ ვაპირებთ რომ მივმართოთ საკონსტიტუციო და ვისაც გექნებათ სურვილი დაგვიკავშირდით, მე ვარ კახა ციქარიშვილი, შემიძლიათ Facebook-ზე მომძებნოთ,
შეგიძლიათ Facebook-ზე მომძებნოთ, დაგვიკავშირდით და შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი საქმეები და მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. დიდი მადლობა. მეგობრებო, კითხვა გიჩნდა, მგონია რომ მოგცეთ მიკროფონი. არ მინდა მიკროფონი, ისე ვიტყვი, კახა. არ მინდა არა, გაიგები აი ჩანაწერში როცი რო იყოს. მადლობთ კახა. ესეთი რეპლიკა მაქვს ვიტყოდი. გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან. სამწუხაროდ მე არაერთხელ და არაერთ პოლიციელს მივმართა ამ შეკითხვით, რომ თქვენ გაქვთ გადაკეტილი მეთქი უკვე, ხომ გადაკეტილია ეს გზა? არა, ყველა ერთხმად პასუხობს, ჩვენ კი არ ვკეტავთ გზასო, ჩვენ თქვენ გიცავთო. ესმი, რომ არ დაგეჯახოთ მანქანაო. ანუ ჩვენ არ ვკეტავთ გზასო. რას ქვია ეს, მანქანებით გაქვთ გადაკეტილი და თვითონ პირადი შემადგენლობად გახართ მეთქი ეგ და ამას არ ქვია გადაკეტვა მეთქი? ანუ მე ვკეტავ გზას, რომელიც მიხუჟული ვარ იმასთან, რა ქვია, ტროტუართან, ჩემთვის ვდგავარ ერთი ადამიანი, მე ვკეტავ გზას. და ის პოლიციელი, რომელიც მთელ სიგანეზე ქუჩის გასწვრივ არის თვითონ პოლიციელების რამდენიმე ადამიანი, პოლიციის ფორმაში რამდენიმე ადამიანი და პლუს კიდევ მანქანა. ამას არ ქვია თურმე გადაკეტვა, ეგ არის ჩემი დაცვა. მოგცენ განმარტება, დეფინიცია, რას ნიშნავს გზის გადაკეტვა ამათ ენაზე. ჩვენ კი ვიცით რას ნიშნავს, მაგრამ ამათ ალბათ სხვანაირი იურიდიული აქვს დამთავრებული და მოგცენ განსაზღვრო, ვიცოდეთ. მადლობა ბატონო კახა. აი ამ პერიოდის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმეს დაჯარიმებულს ან საკონსტიტუციოსთვის მიემართა სტრასბურგისთვის ასაჩივრების მიზნით. თქვენ თქვით, რომ ეხლა ვაპირებთ, ესე იგი აქამდე არ ყოფილა ეს. რა მაინტერესებს სტრასბურგი რო ახსენეთ. შეუძლია მთავრობას რაღაცა, არ ვიცი ამ კონვენციით ვართ მიერთებული ან რაღაცა და თქვენ რომ აღარ მინდა და გამოვედით აქედან, ანუ რაღაცნაირად შეიძლება ეგ გზაც ჩაკეტონ, ჩაკლან. მისალმებით, ისევში ჩვენ აქამდე თქვისაური ამ საკითხზე და ბუნებრივი ინიციატივა შევერთებით ჩვენი მხრიდან და ერთობლივი ძალებით ალბათ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. აქამდე არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მივმართავს ვინმე ამ საკითხთან დაკავშირებით და სტრასბურგისთვისაც მიმართვას ალბათ დება ეს პრეიუდიცია, რომ საკონსტიტუციოს უფლების დაცვის მექანიზმი იყოს გამოყენებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეფექტური მექანიზმად შეიძლება ჩათვალოს სტრასბურგმა და არ განიხილოს მის გარეშე, სანამ საკონსტიტუციო სამართლის ეტაპი არ იქნება გავრილი. მეორეს მხრივ კარგი ინიციატივა და ალბათ ცოტა დაგვიანებული სამწუხაროდ და შეიძლება კაი ეს იქნებოდა, რომ აქამდე გვეცადა ალბათ, მაგრამ ჯობს მაინც გვიავიდე არასდროს რაღაც ამ პრინციპით დავიდეთ და ერის თქმა მინდა, უბრალოდ შეკრების და მანიფესტაციის უფლება თავისი არსით არის ის, რაშიც სახელმწიფო ხელს კი არ უნდა უშლიდეს ადამიანებს, რომ ეს უფლება ამოხატონ და ამ უფლების რეალიზება მოხდეს პირიქით, ეს არის თანამონაწილეობის უფლება, ხელს უნდა უწყობდნენ რეალურად, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაც უნდა გახმოვანება ან რაღაც სხვა ფორმები და დღეს ჩვენ ვხედავთ რას, რომ ამ უფლებაში ხდება იმდენად ინტენსიური ჩარევა, რომ რეალურად სრულად მე ვიტყოდი უქმდება შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება, რაც არის, ანუ გამოდის, რომ კონსტიტუციური ღირებულების თუ ერთი უფლება იმდენად ირღვევა, რომ ფაქტურად მისი არსებობა ხდება ილუზორული, საერთოდ არ არსებობს არანაირი კონსტიტუციური უფლება სისტემაში. ანუ ეს უფლებები იმდენად არის
ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ კი ერთი ძირღვევა ავტომატურად შეიძლება სისტემა იყოს, შეიძლება არა ავტომატურად სისტემა არის ყოფილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რასაც მივესალმები ჩვენი მხრიდან და მონაწილეობას ვიღებთ. და მეორე მხრივ ჩვენ გვინდოდა გამოხმაურებოდეთ ამ საკითხს და ამის პრაქტიკული განზომილებაც მეტნაკლებად შემოგვეტანა ამ დისკუსიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთად აუცილებლად უნდა მომზადდეს გარკვეული ფორმის შუამდგომლობები ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სასამართლოებში რომ არის მიმდინარე დავები, ცალკეულ შემთხვევებში გაჩერდეს ეს პროცესი. ამაზე ხა ჩვენ აპრიორი ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო ამას მაინც გააკეთებს, თუმცა ჩვენი მცდელობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რამდენადაც ხა ჩვენ ვერც იმაზე ვერ ვიტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას ამსარჩელებს და აკმაყოფილებს ან საერთოდ განიხილავს თუ არა, ხო? მაგრამ თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მცდელობა და მეორე მხრივ ამის პრაქტიკული განზომილება არ უნდა გავიწყდეს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, იმ შედეგებს ვეღარ შეცვლის, რაც უკვე დამდგარია. ამიტომ კონკრეტულ შემთხვევებში აი თალკე ვინც არის დაჯარიმებული, იმანაც უნდა ცოტა სიფხიზლე გამოიჩინოს და აქტიურად უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, თუ მისი ჩართულობა არ იქნება და თუ მის საქმეში არ იქნება კონკრეტული შუამდგომლობები ან რაღაცა პროცესის ამდაგვარი ობსტრუქციული შემადგენელი, მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოგზაურობს. ანუ ეს ჩვენი აზრით უნდა იყოს რაღაცა სისტემურად დანახული, როგორც სისტემურადაც, აი როგორც სისტემურად უყურებს, ხო? ეხლა სისტემა ამ საკითხს, რომ გაუჭირდა შსს-ს, რომ ვეღარ მართავს ამდენ ჯარიმას და გადაულოცა სასამართლოს, აი ეგეთი სისტემური მიდგომა არის საჭირო ამ საპროტესტო საზოგადოების მხრიდანაც, რომ რაღაცა ეს ორგანიზებული პროცესი იყოს, ხო? ან კონკრეტულ შემთხვევაში ყველამ უნდა იბრძოლოს, მათ შორის კონსტიტუციურ სარჩელშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ასევე ალბათ მის სასამართლო პროცესშიც უნდა იშუამდგომლოს, რომ დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მანამდე არ გადავწყვიტოთ ეს კონკრეტული საქმე, ხო? სწორედ აი ამას ემსახურება ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში და რა ვიცი, ჩვენი მხრიდანაც ბუნებრივია მზად ვართ საერთო საქმის კეთებისთვის და მადლობა ახალ და სხვებს, ვინც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. რამდენი ადამიანია? ანუ გუშინ გამოვითხოვე, აი მე ახლა ვისაუბრეთ ამასთან და გუშინ გამოვითხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია სტატისტიკის თაობაზე, მათ შორის არის ინფორმაცია მოთხოვილი, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა, საერთოდ რამდენი ჯარიმა, თუ შეიძლება ერთი ადამიანი რამდენჯერმე დაჯარიმდეს, ხო? რამდენი ჯარიმა იქნა გამოწერილი, რამდენი აღსრულდა, აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ, არ ვიცი მოგვაწყვიან თუ არა ამ ინფორმაციას, თუმცა ყოველ შემთხვევაში ეს მცდელობა ჩვენ გავაკეთებთ და დავამატებთ შე. აღმოჩნდობისა დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. დოქტორ მიხეილი, კახა, მე მძანეთ, რომ უკანასკნელი საკანონმდებლო ინიციატივით ეს საჩივრები გადამისამართებელი იქნა სასამართლოს მიმართულებით. ცოტა დეტალურად რო ვესაუბროთ ამაზე, აი ამ ეს კანონი რა სამართლებრივ ვალდებულებებს უჩენს მოსარჩელეს და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. ერთი და მეორე დავაზუსტებ. მე მგზავნეთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებთ და მოგვიწოდეთ, რომ შემოვუერთდეთ. სავარაუდოდ ვინც დაჯარიმდა, ანუ უხეშად რო ვთქვათ, ვინც დაზარალდა ამ კანონით, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ხო, რომ ჩაერთონ საკონსტიტუციო სარჩელში, თორე სანამ პროცესი არ არის დასრულებული, ის ვერ ჩაერთონ. დიდი მადლობა. ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ. აი ესეთი ჩანაწერი არის ამ კანონის ამოქმედებამდე ესა და ეს გათვალისწინებული დადგენილების შესახებ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი საჩივარი
რომელიც საჩივრის გამხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რომელსაც საჩივრის გამხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საქმის მასალებთან ერთად საჩივრის გამხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველად იგზავნება სასამართლოში ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში. იდეაში ახლა როგორც აქედან ჩანს, ჩვენ არაფერი არ გვევალება. ანუ პირდაპირ ჩვენი საჩივრები, ვისაც ჰქონდა გასაჩივრებული შესაძლებლობა, ვისაც ჰქონდა პირდაპირ წავიდა იქა და უკვე ჩვენ ვართ მოსარჩელები ვართ ამ საქმეებში. ეს არ ვიცი აქამდე მომხდარა თუ არა ასეთი რამე. იძულებით გადავყარი სასამართლოში. ანუ შეიძლება სასამართლო მე საერთოდ არ ვენდობი, არანაირი სურვილი არ მაქვს სასამართლოში წასვლის. ანუ იდეაში ხო შეიძლება რა? არა, იძულებით გადამაგდეს სასამართლოში, მითხრეს რომ წადიო იქ არისო, შენი საჩივარიო. ხო, ეხლა მე ჩემი საჩივარი ხო შევიტანე შესაძეში. გადავუშვა სასამართლოში და ეხლა მეუბნება, ჩემთან აღარ არისო, ეხლა წადი სასამართლოშია შენი საჩივარიო და იქ დაგიბარებენ რომ განხილვასეო. ეგეთი პარადოქსია. ეგეთი პარადოქსი, ანუ იძულებითი მოსარჩელე ვარ ეხლა მე უკვე. სასამართლო როცა ჩანიშნავს ხდომას, დაგვიბარებს ალბათ განხილვაზე და უკვე როგორც ვიცი დაიწყეს რამდენიმე ერთმა ადვოკატმა მითხრა რომ უკვე დაიწყეს დაბარებები აი ამ კატეგორიის მოსარჩელე ესეთი მხარეების. კი უკვე დაიწყეს როგორც. ეხლა მე რო საკითხი გადაკეთვა, რას ნიშნავს გადაკეთვა? თვითონ გადაკეთვა ჩემი აზრით არ არის ბუნდოვანი ტერმინი, მაგრამ ხალხს რო აჯარიმებენ უკვე გადაკეტილი გზის შემდგომ იმაზე რა ქვია მიერთებაზე, ეგ არის დიდი პრობლემა. რატო? გადაკეთვა არის ერთჯერადი აქტი. ისევე როგორც დაკეთვა. აი, კარები რო დავკეტე, ხო, მეორედ ხო ვეღარ დავკეტავ კარებს. ანუ ერთხელ დაკეტილ კარებს მეორედ ხო ვერ დავკეტავ. ამავე ლოგიკით უკვე გადაკეტილ გზას მე ვეღარ გადავკეტავ. ანუ მე რომ მოვედი რუსთაველზე, რუსთაველი არის გადაკეტილი და რანაირად გადავკეტავ მეორედ უკვე გადაკეტილ რუსთაველს მეორედ რანაირად გადავკეტავ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ, წესით კეთილსინდისიერმა მოსამართლემ უნდა გაათავისუფლოს ასეთი ხალხი, რომელიც გადაკეტილ გზაზე მერე მივიდა. წესით უნდა გაათავისუფლოს, იმიტომ რომ თქვას, რომ თქვენ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თქვენ გზა არ გადაიკეტიათ. მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამას არ აკეთებენ, ხო? მე კიდე შეკითხვა იყო, აქამდე სარჩელი შეტანილი არის თუ არა? არ არის, როგორც ვიცი, უბრალოდ შუამდგომლობებს აკეთებენ ადვოკატები და ითხოვენ შეჩერებას, მაგრამ ჯერ არავინ არ შეაჩერა, როგორც ვიცი. საქმის წარმოება ადვოკატების შუამდგომლობის და აქედან გამომდინარე ადვოკატებმა ეს კარგი ინიციატივა, რომ კარგი წინადადება, რომ ადვოკატებმა უნდა გააგრძელონ შეჩერების შესახებ შუამდგომლობების წარდგენა სასამართლოში. ყველა სასამართლოს უნდა მოთხოვონ, რომ შეჩერდეს საქმის წარმოება და საქმე გადაიგზავნოს წარდგინებით საკონსტიტუციაში. ან კიდე საკონსტიტუციოს მიერ განხილვამდე. როდესაც ეს სარჩელი შევა. კი, ესეთი საკითხია. კიდევ რა იყო შეკითხვა? ვეღარ მიხსენებ. სტრასბურგის გაუქმებას რაც შეეხება, მაგ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროსაბჭოდან. ალბათ და არც ეს არ არის იმ დინამიკაში, რა დინამიკასაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპასთან ურთიერთობის დინამიკას, ხო? არ არის ეგ წარმოუდგენელი ამბავი, რომ საერთოდ დატოვოს ხელისუფლებამ ევროსაბჭო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის იურისდიქციის სასამართლოს განჯადობაც. მაგრამ მან როგორც ვიცი, ძველი საქმეები მაინც განიხილება სტრასბურგის მიერ. ეხლა ზუსტად თავს არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონი მაგ შემთხვევაში მაინც გააგრძელებს სტრასბურგის ძველი საქმეების განხილვას. ახალს ვეღარ შეიტანთ. მთავრობა აღარ იქნება ვალდებული, რომ აღასრულოს, ხო? ხო, არაფერი არ არის გამორიცხული, არ ვიცი. არაფერი არ არის გამორიცხული. მოკლედ, ჩვენი მთავრობა იქნება ვალდებული აღასრულოს, აღსრულება კი, აღსრულება მაინც მოუწევს ახლა. თუ ევროსაბჭო დავტოვეთ, მაშინ ვიღა აიძულებს, მინისტრთა კომიტეტმა უნდა აიძულოს, ხო? თუ დავტოვეთ ევროსაბჭო, მაშინ რა ვიცი. ხო, მოკლედ ესე იქ სტრასბურგში ამ საქმეებს აქვთ პერსპექტივა, ამ 5,000 ლარიან ჯარიმებს და ესენი როდესაც სტრასბურგში წავა, ხო, ვიცით რომ იქ წლები ჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება ამ ჯარიმების და ამ მორალური ზიანის და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მიაყენა ამ 5,000 ლარიანი ჯარიმებით ადამიანებს. ეხლა მე არ მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არც ეს არ მინდა ეხლა ყველამ გაიგოს, რომ მე
მომხრე ვარ, რომ ყველა აქციაზე, ყველა მონაწილემ, ყველა დემონსტრანტმა თავისუფლად გადაკეტოს გზა, სადაც მოესურვება და როცა მოესურვება, არა, ამის მომხრე არა ვარ. უფრო მეცაც გეტყვით, ახლა რუსთაველი რო იკეტება ყოველ დღე, რაც იკეტება, ხო? ესეც არ არის იდეაში. კონსტიტუციის კანონთან შესაბამისი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ შეიძლება იმ რაოდენობით რომ რუსთაველი ჩავკეტოთ, მაგრამ რასაც ხელისუფლება აკეთებს და ის რომ ჩვენ გვაქვს განუჭრეტადი კანონი, ერთ-ერთი გვაქვს განუჭრეტადი კანონი, მე ზუსტად არ ვიცი, როდის შემიძლია ჩავკეტო, როდის არ შემიძლია ჩავკეტო, არ ვიცი. ამიტომ მე ვერ გავამტყუნებ რუსთაველის და მონაწილე, ანუ დემონსტრანტებს მე ვერ გავამტყუნებ და ვერ ვეთქვი რომ ისინი რაღაც საშინელებას ჩადიან, იმიტომ რომ კანონის განუჭრეტადია დღეს, ხო? და თან პოლიცია მოდის, პოლიცია კეტავს, ყველა ქუჩა არის ჩაკეტილი და მოდის დემონსტრანტი მერე უერთდება აქციას და აჯანიმებენ, რაც არის აბსოლუტურად ალოგიკური და კონსტიტუციასთან და კანონთან შეუსაბამო. აი ეს მინდა და მეთქვა. დიდი მადლობა. მადლობა კახას საინტერესო ლექციისთვის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენ არ გავჩერდებით, ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება, ერთად გავიმარჯვებთ. გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი და შეგიძლიათ გამოგვიწეროთ საპროტესტო აუდიტორია, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.